მოგესალმებით, ეს ტაბულა, ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიაზე და დღეს ჩემი სტუმარია დავით ზედელაშვილი, კონსტიტუციონალისტი და იურისტი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამერიკაში პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთმიმართებაზე. ეს ერთი ქვეყანა კია, მაგრამ სინამდვილეში მრავალი შტატი აქვს, მრავალი სახელმწიფო, შეიძლება ასე ითქვას, რომელსაც აქვს მრავალი გამოცდილება და ის საუკუნეების განმავლობაში კარნახობდა დანარჩენ მსოფლიოს რაღაცას რელიგიის თავისუფლების შესახებ, რაღაცას თავისუფლების შესახებ და ავრცელებდა მას, რაც მთავარია მთელ მსოფლიოში. სულ ახლა ხანს შედგა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ჩვენ სივრცეში რატომღაც ჩათვალეს არაერთმა ადამიანმა, რომელიც ეგრეთ წოდებული კონსერვატული შეხედულებებით გამოირჩევა, რომ ამერიკაში მოხდა რაღაც რევოლუციური, რომელიც ფუნდამენტურად ამოაყირავებს ობამას პოლიტიკას იმ ნაწილში, რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, მაგალითად LGBT ჯგუფის მიმართ, მაგალითად ასე ვთქვათ, ქალთა მიმართ, ხო, ეს რა, ზიზღი, ჰომოფობიური და სექსისტური ზიზღი, თითქოს გამარჯვება ზეიმობს ტრამპის არჩევის შემდეგ. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ჩვენთან ერთად მიმოვიხილო ამერიკაში რელიგიის თავისუფლების რაობა და რელიგიის მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის პარტიულ პოლიტიკაში. ამიტომ დავიწყოთ საწყისებით. ამერიკული რევოლუცია რა იყო მისი მთავარი მონაპოვარი რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც რომ ამოუწურავი თემაა, შეიძლება ითქვას, რელიგიის გავლენა და რელიგიის თავისუფლების გავლენა ზოგადად შეერთებულ შტატების პოლიტიკაზე და შეერთებული შტატების კონსტიტუციურ სტრუქტურაზე. თუმცა მოდი დავიწყოთ იმით, რომ რაც ვახსენეთ აქაური თითქოს კონსერვატიული ჯგუფების ყიჟინა ტრამპთან და მის გამარჯვებასთან დაკავშირებით მემყარება აქ მწდარ წარმოდგენას თავისთავად ამერიკული კონსერვატიზმის ბუნებისა და რელიგიის თავისუფლების ადგილისა. ამერიკული კონსერვატიზმი რა არის ამერიკული კონსერვატიზმი? ხო, ამერიკული კონსერვატიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი არის სწორედ კონსტიტუციონალიზმი და ამერიკული კონსტიტუცია, სადაც რელიგიის თავისუფლებას აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი და გარანტორი ფუნქცია თავისუფლებისა, ხო? ხშირად თავად კონსტიტუციის შიგნით თუ რა ადგილს მიუჩენთ ამა თუ იმ უფლებას გვიჩვენებს ხოლმე თავად განზრახულობაზე და ადგილზე, ხო? ამ კონკრეტული უფლებისა თუ ღირებულებისა, ხო? ამერიკის შეერთებული შტატების უფლებათა ბილი, პირველი შესწორება იწყება სწორედ რელიგიის თავისუფლებით და გამოხატვის სიტყვის თავისუფლებით. ეს ჩვენებს ფუძემდებლურ მნიშვნელობას და განსაზღვრელ მნიშვნელობას რელიგიის თავისუფლებისა ამერიკული თავისუფლების ზოგადად თავისუფლების ამერიკულ კონცეფციაში და კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების ამერიკულ კონცეფციაში, ხო? და ახლა რა არის ეს კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლება? დამფუძნებელი მამები როცა მას წერდნენ, როცა ეს დოკუმენტი იქმნებოდა. აქ უნდა მიმოვიხილოთ თავისთავად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაც, ხო? მოყოლებული კოლონიური პერიოდიდან, ეს არის კოლონიური პერიოდი, როდესაც უმეტესობა კოლონიებისა იქმნებოდა მათ შორის რელიგიურ დევნას გამოქცეული ჯგუფებისგან, ხო? ისეთი როგორც იყვნენ პურიტანები მაგალითად, იყვნენ იქ სხვა ჯგუფებიც, იყვნენ ბაპტისტებიც, იყვნენ პრესბიტარიანელებიც, იყვნენ ანგლიკანებიც, ხო? თავდაპირველად კოლონიურ ისტორიაში ეს ტერმინი პაპისტები ზუსტად რო ისტორიული ნაწილია, სწორედ ასე მოიხსენიებდნენ კათოლიკეებს, ხო? კი, მათ შორის შემდგომ უფრო შემდგომ ეტაპზე იყვნენ კათოლიკეებიც, მაგრამ მე ვსაუბრობ თქვა კოლონიზაციის თავდაპირველ ისტორიაზე, როდესაც პირველმა კოლონისტებმა სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ თავად იყვნენ რელიგიური დევნის მსხვერპლი, თავად დაიწყეს პრაქტიკა ეგრეთ წოდებული დაფუძნებული რელიგიისა და ამის მაგალითები გვაქვს ვირჯინიაში, ამის მაგალითები გვაქვს ახალ ინგლისში, სადაც ძირითადად პურიტანები იყვნენ. ამ კოლონიურმა გამოცდილებამ დაფუძნებული რელიგიისა ეს ადამიანები დააწმუნა სახელმწიფო რელიგიას რო ეწევათ. სახელმწიფო რელიგიის, ხო? დაფუძნებული სახელმწიფო ოფიციალური რელიგიისა. ამ მწვავე გამოცდილებამ
მონაწილეობამ ეს ადამიანები, მათ შორის რელიგიური ლიდერები, დაარწმუნა იმ ბოროტებაში, რაც მოყვება სახელმწიფოს გადაჯაჭვას რელიგიასთან. ანუ მათ შორის თავად და აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ამერიკულ კონტექსტში გაჩნდა რელიგიური არგუმენტები გაყოფის ანუ სახელმწიფოსა, ხელისუფლებისა, პოლიტიკური ხელისუფლებისა და რელიგიის გაყოფასთან დაკავშირებით. გაჩნდა რელიგიური არგუმენტები, რომ ეს აუცილებელი იყო იმისათვის, რომ თავად რელიგია ყოფილიყო დაცული. და ეს არის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მათ შორის დამფუძნებელი მამების აზროვნებაზეც. იქ დამფუძნებელ მამებში იყვნენ ბევრი, იყვნენ მაგალითად უფრო მეტად სეკულარული, ვთქვათ, განმანათლებლობის იდეოლოგიის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები, როგორც იყვნენ მაგალითად თომას ფეინი, იყვნენ უფრო რელიგიური ადამიანები, როგორც იყვნენ მაგალითად ჯეიმს მედისონი, ხო? თუმცა საბოლოო ჯამში ამან შექმნა ურთიერთმფარავი კონსენსუსი, მოდი ასე ვთქვათ, იმასთან დაკავშირებით, რომ გაყოფა და ეს ხატოვანი ფრაზა, ხო, რომელიც გამოიყენა თომას ჯეფერსონმა, რომელიც თავის მხრივ უფრო მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გარკვეულწილად იყო რელიგიური ადამიანი, უფრო მიეკუთვნება იმ განმანათლებლურ იდეალებს, უფრო განმანათლებლური იდეალებისკენაც იხრებოდა, ხო, ანუ ეს გამყოფი კედელი, რომელიც მან როგორც პრეზიდენტმა ბაპტისტთა კონგრეგაციისადმი წერილში მიწერა, რომ ჩვენი კონსტიტუცია აშენებს გამყოფ კედელს რელიგიას ერთის მხრივ და პოლიტიკურ ხელისუფლებას შორის. ოღონდ რა არის ეს კედელი, ხო? ანუ ამ მეტაფორას ბევრგვარად განმარტავენ და ხშირად განმარტავენ ხოლმე აი უფრო მეტად განმანათლებლური, ვთქვათ, აგრესიული სეკულარიზმის, ასე ვთქვათ, განმარტებით, რომელიც არა მხოლოდ აღმართავს კედელს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, არამედ მოიცავს სახელმწიფოს დომინანტურ ფუნქციასაც. ხო, ანუ სახელმწიფოს კედელი გადაწიოს, რაც შეიძლება შეოს, რომ ნაკლები სივრცე. არა მხოლოდ გადაწიოს, არამედ უფრო მეტად აკონტროლოს. ანუ უფრო მეტად აკონტროლოს ის, რაც საზოგადოებაში ხდება, არ სცეს პატივი იმ სოციალურ როლს და იმ სოციალურ ფუნქციას, რომელიც რელიგიას აკისრია. და ამერიკელი დამფუძნებელი მამები, მათ შორის ცენტრისტი შეხედულებების ამ საკითხზე, ხო, როგორც არის მაგალითად ჯორჯ ვაშინგტონი თავად. მათ მიაჩნდათ, რომ რელიგიას ჰქონდა მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქცია და აქ უნდა ვახსენოთ აუცილებლად ის ამერიკული კლასიკური ლიბერალური ცნება, ეგრეთ წოდებული წესრიგზე დაფუძნებული თავისუფლებისა, ordered liberty. ანუ რა არის ordered liberty? ანუ ordered liberty, ანუ წესრიგზე დაფუძნებული თავისუფლება არის თავისუფლება საზოგადოებაში, საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, ხო? ანუ აქ ადამიანი არ არის მარტოსული, ხო? ანუ ეს არ არის პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნე გაივლის, სანამ მე-20 საუკუნეში ამერიკული აკადემია აღმოაჩენს მარქსს ან ჰეგელს და მათ ცნებებს გაუცხოვებისა და ატომიზაციისა, ხო? ანუ მათი თავისუფლება არ არის ატომიზებული ინდივიდის თავისუფლება, ხო? ანუ ეს არის თავისუფლება ინდივიდისა, რომლის მნიშვნელოვანი სოციალიზაციის ელემენტი, მათ შორის წყარო ძალიან ბევრი მორალური ღირებულებისა, რომლის მიხედვითაც ის საკუთარ ცხოვრებას წარმართავს, არის სწორედ რელიგიური გაერთიანებები. და ამავე დროს თავისუფლების ამ გაგებაში რელიგიური გაერთიანებები აღიქმებიან როგორც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომელიც ასრულებენ ერთგვარ შუამავალ ფუნქციას ხელისუფლებას, საზოგადოებას ადამიანს შორის. ანუ ადამიანი მარტო კი არ არის და ეს არის ძალიან ტრადიციული კონცეფცია, რომელიც მათ შორის ალექსის დე ტოკვილიც აღწერს ამერიკულ დემოკრატიას საუბრისას, როდესაც საუბრობს სწორედ ამ საზოგადოებრივ გაერთიანებებზე, მათ შორის რელიგიურ გაერთიანებებზე, ხო? ეს არის საზოგადოებრივ რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია საზოგადოებაში, ასრულებენ ადამიანებისთვის მნიშვნელოვან როლს, ადამიანთა სოციალიზაციისთვის და სახელმწიფოსთვის უსაზღვრო სივრცეს აღარ ტოვებენ. სახელმწიფოსთვის აღარ ტოვებენ, ანუ ადამიანს ტოტალიტარიზმისთვის. აცილებენ ტოტალიტარიზმისგან იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოს წინაშე პირისპირ არ ხარ. ანუ მათ შორის სახელმწიფოს არ ევალება შენი მორალური დისციპლინირება. და აქ არის მნიშვნელოვანი სწორედ ეს რელიგიური პლურალიზმი, ამ ნაწილში რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არ გაქვს ინსტიტუციონალიზებული, მკვეთრად ინსტიტუციონალიზებული რელიგია, რომელიც ადამიანებს თავს ახვევს საკუთარ პრაქტიკას, რომელიც საკუთარ მორალურ არჩევანს ახვევს თავს. რელიგია თუ ინსტიტუცია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკაში ყოველთვის იყო ქრისტიანი, ამ გაგებით ერთი დომინანტი რელიგია არსებობდა, ქრისტიანობა,
მაგრამ მას არ ჰქონდა ერთი დომინანტი ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლო, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სიმაღლე აეღო და ქცეულიყო იმგვარ ძალად, როგორც შეიძლება ეს კონტინენტურ ევროპაში ან თუნდაც საქართველოში მომხდარიყო, არა? აი ამ პირობებში ხომ არ არის ეს უბრალოდ ეს ამერიკული სამართლის გენია? თუ უბრალოდ სოციალური შემადგენელი ეს დანაწევრებული, დიფერენცირებული საეკლესიო სხეულები და მრავალი პლურალური, ასე ვთქვათ, ინსტიტუტი, რომელიც ერთმანეთთან კონკურენციაში იყო, ის ხომ არ იყო უბრალოდ ბენეფიტი იმისა, რომ ეს უბრალოდ გამოვიდა, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა ერთი მონოლითური რელიგია და მას არ ჰქონდა დიდი ისტორიაც, ხო? მას ჰქონდა, ასე ვთქვათ, გარკვეული ექსპერიმენტი წარმოადგენდა, ხო, ახალი მიწა, ახალი ხალხით, ახალი წესრიგით, ხო? და ნაწილობრივ ახალი ღირებულებებითაც. ის თავისთავად მუშაობს ყველგან, ყველა მიწაზე, აი ეს იდეები, თუ უბრალოდ რაღაც სოციალური ფონი უნდა გქონდეს შესაბამისი. ძალიან საინტერესო კითხვა გიპასუხებთ, ხომ? ანუ რა თქმა უნდა, ანუ აქ მნიშვნელოვანია ეს სპეციალური კონტექსტი, სპეციფიური კონტექსტი, ისტორიული კონტექსტი, ანუ სოციალური კონტექსტი, რომელმაც განაპირობა აი ამ მოდელის ამგვარად ჩამოყალიბება და გარკვეულწილად მე მომხრე ვარ ხოლმე საზოგადოებრივი ინსტიტუტების აი ამგვარი ევოლუციური განვითარების ახსნის, თუმცა რა თქმა უნდა არ უნდა გამოურიცხოთ აქ იდეების გავლენა, მათ შორის კონკრეტული პოლიტიკური მოღვაწეების და კონკრეტული ისტორიული პერსონების, რომელმაც მიმართულება მიცეს რაღაც ტიპის ინსტიტუციურ განვითარებებს და წარმართეს იმგვარად, რომ ეს ასე ჩამოყალიბებულიყო, ხო? ანუ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმის ახსნა, რომ დიახ, სწორედ ამან აი ამ მრავალფეროვნებამ, რელიგიურმა მრავალფეროვნებამ და იმ მნიშვნელოვანმა ფუნქციამ, რასაც ამერიკელები და იქაური მოსახლეები რელიგიას უკავშირებდნენ საკუთარ ცხოვრებაში და საკუთარ სოციალურ ცხოვრებაში, ჩამოაყალიბა იმისი რწმენა, რომ ეს მათი თავისუფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ მათი თავისუფლება დიახაც სწორედ ამ ინსტიტუტების შიგნით არის შესაძლებელი, ამისი მტერი იქნება ყველა ის გადაწყვეტა, რომელიც პოლიტიკურად ორგანიზებულ ხელისუფლებას, რაღაც ძალაუფლებას მისცემს შესაძლებლობას, რომ ერთის ხარჯზე სხვები დაჩაგროს. აი თქვენ ამბობთ და ჩვენ ყველას წარმოგვიდგენია ეს ძალიან აღმაფრთოვანებელ მომენტად, ხო, როდესაც იწერება და მოუკიდებლობის დეკლარაცია დგება, კონსტიტუცია თავისი შესწორებებით, მაგრამ ამ ადამიანებს, რომლებიც წერდნენ ამ კონსტიტუციას, ყავდათ მონები. და სხვათა შორის მიშელ ობამა ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე და ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ამბობდა, რომ მე ყოველ დღე ვიღვიძებ სახლში და გულისხმობდა თეთრ სახლს, რომელიც აშენებულია მონების მიერ, ხო? ერთი იყო ეს იდეა და მეორე იყო ამ იდეის საუკუნეების განმავლობაში რეინტერპრეტაცია, რომელიც მიგვიყვანდა იქამდე, რასაც დღეს წარმოადგენს ამერიკის რელიგიის თავისუფლება და როგორადაც ის ესმის, ხო? ხომ არ არის წვეტა იმ კონსტიტუციასა და აი არსებულ რეალობას შორის? ხომ არ ჩადეს უბრალოდ ახალი შინაარსი ამ კონსტიტუციაში? არა, ჩვენ აი ამგვარი დახასიათებებისას მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე, რა თქმა უნდა ეს არის მნიშვნელოვანი ეს ისტორიული ნარატივი, რომელიც სისტემასთან ერთად და პოლიტიკურ ისტორიასთან ერთად იქმნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც საკრალიზაცია მოახდინოთ ამ პერსონების, ხომ და არ აღვიქვათ ისინი იმ კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ რეალობაში, ხომ, მათ შორის იმ პოლიტიკურ რეალობაში, რაც იმ მონობის არსებობას განაპირობებდა. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ანგელოზები არ იყვნენ, ანგელოზე არ იყო არც მედისონი, ანგელოზე არ იყო არც ჯეფერსონი, პირდაპირ წერდნენ, ხო, როდესაც ფედერალისტურ წერილებს წერდნენ, რომ ჩვენ არ ვართ ანგელოზები, მათ შორის მაგიტო გვჭირდება შეზღუდვები, კონსტიტუციური შეზღუდვები თავად ჩვენვე, როდესაც ამ კონსტიტუციის შიგნით ჩვენ დავიკავებთ თანამდებობებს და ისინი მართლაც გახდნენ პრეზიდენტები, სახელმწიფო მდივნები და ასე შემდეგ, ხო? ანუ ისინი წინააღმდეგი იყვნენ რაღაც პერიოდი მონობის, თუმცა შემდგომში მათ გადაწყვიტეს, რომ იმ პერიოდში იმ კონკრეტულ კონტექსტში და იმ კონკრეტულ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში ისინი ვერ შეძლებდნენ, რომ მონობის საკითხი იმ პერიოდში გადაეწყვიტათ და აქედან გამომდინარე მათ არჩიეს დუმილი და გადადეს ამ საკითხის კონსტიტუციით გადაწყვეტა სამომავლოდ და ამ გადადებამ
რა შედეგიც მოიტანა, ეს ნახეთ, ხო, ანუ საბოლოო ჯამში სამოქალაქო ომი დაჭირდა, ხო, სამოქალაქო ომში აფეთქდა ეს და მივიღეთ მეორე კონსტიტუციური მომენტი, ხო, რომელიც მოყვა მე-13 და მე-14 შესწორებების მიღებას, ან მონობის გაუქმებას და თანასწორობის წინაშე დიდი პრეზიდენტის დამსახურებას სახელს უკავშირდება, ხო, რა თქმა უნდა, ანუ ამ შემთხვევაში ლინკოლნი და აი პერიოდი სამოქალაქო ომთან და რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული პერიოდი არის მეორე კონსტიტუციური დამფუძნებელი მომენტი. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ გარკვეული რაღაც იდეალიზაცია და საკრალიზაცია ამ ადამიანების, მაგრამ არ უნდა დაუკარგოთ ის წვლილი, რაც მათ იმ კონკრეტულ კონტექსტში გამოიყენეს, რომ ამ მიმართულებით წასულიყო. როგორ როლს ასრულებდა აი ამ პროგრესის ასე ვთქვათ მიმდინარეობისას, ხო? იყო ის შემაფერხებელი გარემოება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცნობთ არაერთ ეკლესიას, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კონკურირებდნენ ერთმანეთში. ეკლესიები ძალიან არაერთი ეკლესია უბრალოდ ითხოვდა, რომ მონობა გაგრძელებულიყო კვლავ, ხო? აი ამ რელიგიის როლი საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა, რომ ის ქრისტიანული ასე ვთქვათ რელიგია იყო, არა? საბოლოო ჯამში როგორია ადამიანის უფლებების თავისუფლების ფრონტირის ასე ვთქვათ გაფართოებისას, ხო, როდესაც კონსტიტუციის სიკეთეები ეხებოდა სულ უფრო და უფრო მეტ ჯგუფს, სულ უფრო და უფრო მეტ ჩაგრულ ჯგუფს. აი მე წეგან ვახსენე სწორედ რომ ის რაც ამერიკულ პლურალიზმს და პლურალისტურ ლიბერალიზმს აცოცხლებდა კონსტიტუციურ დონეზე, იყო მათ შორის ის, რომ ამ რელიგიურ ჯგუფებს თავადაც ჰქონდათ მასში მონაწილეობის, ასე ვთქვათ, წახალისება, ხო? ანუ ისინი ხედავდნენ, რომ თუ ამგვარ პლურალიზმს და რელიგიის თანასწორ თავისუფლებას ყველასთვის მხარს არ დაუჭერდნენ, მაშინ შეიქმნებოდა საფრთხე იმისა, რომ ერთ-ერთი მათგანი თუ დომინანტი გახდებოდა, ყველა მათგანი დაიჩაგრებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთბაშად გაიგო, ან ყველამ ერთბაშად შეიმეცნა ეს რაციონალე. ამიტომ ვახსენე, რომ არსებობდა სოციალური კონტექსტი და არსებობდა პოლიტიკური დებატს, რომელიც პირველ რიგში გაფორმდა სწორედ ამ დამფუძნებელ დოკუმენტებში და მათ შორის იმაში, რასაც რელიგიის დაფუძნების აკრძალვა ქვია, პირველი შესწორების პირველი ნაწილი, ეგრეთ წოდებული establishment clause, რაც ქვია, და მეორე ამისი თანმიმდევრული აღსრულება. იმიტომ რომ აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გამოვყოთ, ხომ? ანუ აი ეს establishment clause, ანუ აკრძალვა დაფუძნებული სახელმწიფო რელიგიისა, თავდაპირველად თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში ვრცელდებოდა ისევე როგორც მთლიანად უფლებათა ბილი, ვრცელდებოდა მხოლოდ ფედერალურ მთავრობაზე, რომელიც საკმაოდ მცირე რიცხოვანი და საკმაოდ სუსტი იყო. ძირითადი ძალაუფლება ჰქონდა შტატებს და მათ შორის შტატების დონეზე ეს აკრძალვა არ ვრცელდებოდა. და საკმაოდ დრო წაიღო განსაკუთრებით აი ახალი ინგლისის პურიტანულ კოლონიებში და ეს არის ცალკე კონტრისტორია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ, თუ მე-20 საუკუნის განმავლობაში, მე-19 საუკუნის განმავლობაში უკაცრავად, რა დრო წაიღო ბრძოლა იმისათვის, რომ ადგილობრივ დონეზე მომხდარიყო აი ეს რასაც disestablishment-ი, ანუ აი ეს გან სახელმწიფოებრიობა ამ რელიგიებისა ქვია, ხო? სერიოზული ბრძოლა იყო, მათ შორის, რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან ბევრი ორგანიზაციები, რომლებიც უჭერდნენ მაგალითად მხარს მონობას სწორედ მათი გარკვეულ ან პოლიტიკურ ინტერესებთან, ასე ვთქვათ, გადაჯაჭვის გამო. მაგრამ ეს სახელმწიფო საბოლოო ჯამში დღესაც კი ატარებს გარკვეულ ქრისტიანულ ელემენტებს, ხო? ეს ცნობილი დავა კონსერვატორებსა და პროგრესისტებს შორის, რომ არის თუ არა ამერიკა ქრისტიანული სახელმწიფო, ჩაიფიქრეს თუ არა ამერიკა ქრისტიანულ სახელმწიფოდ, უნდა გქონდეს თუ არა დოლარზე ან კონგრესზე წარწერა იმ გადვით რას, ხო? უნდა გქონდეს თუ არა ნაძვის ხე, რომელიც ქრისტიანული სიმბოლოა, უნდა კითხულობდნენ თუ არა და გასაოცარი რამ არის, ხო? ასეთ სეკულარული ქვეყანა თავისუფლების მექა და პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს კითხულობს კარდინალი, შემდეგ კითხულობს ფრანკლინ გრემი, ხო? ცნობილი ქრისტიანი ლიდერი ლოცვებს და ფრანკლინ გრემი ბოლოს ამბობს, რომ ითქვა რომ დაიწყეთ დონალდ ტრამპის მიმართაც საუბარიო, წვიმა წამოვიდა, რაც ბიბლიაში კურთხევის სიმბოლოა, ხო? ანუ ცალსახაა რომ აი ამ ყველაფერში ქრისტიანული შემადგენელი დიდია, მათ შორის ბიბლიაზე დაფიცება, ხო? მათ შორის ტექსტი, ფიცის ტექსტი, ხო? რომ დამიფაროს ღმერთმა, ხო? შემეწიოს ღმერთი, რომელთაც სრულდება საინაუგურაციო სიტყვა, ხო?
აი ამ ყველაფერში რანაირად არის შესაძლებელი სეკულარიზმი? როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს სეკულარული? როდესაც არის ასეთი რელიგიური შეფერილობის, ხო? თუნდაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აღვლენილი, ასე ვთქვათ, ღვთისმსახურება, რომელიც უკიდურესად პანეკუმენური იყო და მათ შორის ესწრებოდა, ასე ვთქვათ, მართლმადიდებელი მთავარ ეპისკოპოსიც ამ ღვთისმსახურებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ღვთისმსახურება, ხო? ანუ ცალსახა რელიგიური ელემენტებით სავსე. როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი? აქ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ სწორედ ის, რომ აი ეს ერთი მნიშვნელოვანი და ძალზედ მყარი გამართლება ამერიკული რელიგიური თავისუფლებისა, რომ ეს არ არის რაღაც აგრესიული გამყოფი კედელი და მათ შორის ეს კედელი იცავს ორივე მხარეს, ანუ იცავს ხელისუფლებასაც და იცავს საზოგადოებისაგან, ანუ ეს გამყოფი კედელი არის ზოგადად საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არსებული გამყოფი კედელი, რომელიც თავისუფლების დაცვას ემსახურება, თავისუფლების დაცვაზე არის სწორედ ორიენტირებული და პლურალისტური ლიბერალიზმის მოსახედან მათ შორის აღიარებისა იმ მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციისა, რომელსაც ზოგადად რელიგია და არა რომელიმე კონკრეტული რელიგია, გასაგებია, რომ ამერიკაში ეს რელიგია მნიშვნელოვანწილად ქრისტიანულია, ხო? ანუ ამასაც არავინ არ გაურბის და ამასაც არავინ არ უარყოფს, ამის აღიარება და მეორე მხრივ წუხილი რომ ერთის მხრივ აღიარებ ამას, მაგრამ მეორე მხრივ არ დაარღვიო ეს გამყოფი ხაზი ისე, რომ რამენაირად არ მოხდეს, რასაც ამერიკულ კონსტიტუციური იურისპრუდენციაში ქვია, ეგრეთ წოდებული გადაჯაჭვა, გადახლართვა ეკლესიისა და სახელმწიფოსი, ხო? ანუ რას ისინი უწოდებენ არსებობს თუ არა ეს საფრთხე, ხო? არსებობს ხო რომ ეს კედელი, ასე ვთქვათ, ეკლესიას სახელმწიფოს კი არა, ასე ვთქვათ, მხოლოდ მექსიკასა და ამერიკას შორის დარჩეს, ხო? რომლის აშენებასაც გეგმავს ახალი პრეზიდენტი. ხომ არ არსებობს ეს შანსი? მიუხედავად იმის, ხომ არ არსებობს შანსი იმისა, რომ მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ ის ჯგუფები, რომლებიც რბილად რომ თქვათ, რომელთა მოპოვებული თავისუფლებებით რბილად რომ თქვათ, საერთოდ არ მოსწონთ, ხო, კონსერვატორ ამერიკელებს. იქნებიან ეს, ასე ვთქვათ, ფემინისტური ჯგუფები, იქნებიან ეს LGBT ჯგუფები, იქნებიან ეს აფროამერიკელები თუ სხვები. ანუ აქ მნიშვნელოვანი არის იმის აღნიშნავს, რომ კედელი სწორედ ერთი მხრივ ანუ აღიარებს რა რელიგიის მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას არ უარყოფს იმას, რომ რელიგიური არგუმენტები ადამიანებს ექნებათ. მაგრამ ის, რასაც გწალავს, არის ის, რომ მხოლოდ რელიგიური მიზანი კანონს არ შეიძლება კონდეს. ანუ არ შეიძლება ნებისმიერი კანონი, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს, იყოს რელიგიურად მოტივირებული. მას უნდა კონდეს სეკულარული მიზანი. ეს არის პირველი მოთხოვნა. ანუ არ შეიძლება, რომ რელიგიურად მოტივირებული კანონმდებლობა მიიღო. მეორე მოთხოვნა, ეხლა მე რასაც ყვები, ძალიან მარტივად არის ტესტი, რომელიც განავითარა შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ. ამერიკელი კონსერვატორები ამას ითხოვენ და არა იმას, რომ ჩვენ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა აიგრძალოს, ან ის მოთხოვნები, რაც საქართველოში ისმის. ამერიკელ კონსერვატორებს პირველ რიგში აღელვებთ ის და აქ უნდა ვთქვათ, რაზე არის საუბარი, რომ ის რაც მათთვის არის აი თავისუფალი აღმსარებლობის და თავისუფალი პრაქტიკის, აი free exercise, რასაც ქვია, კონსტიტუციური უფლებით გარანტირებული, ამაში არ მოხდეს ჩარევა. ამაში არ მოხდეს ჩარევა, მისი შეზღუდვა არ მოხდეს, მისი შეზღუდვა არ მოხდეს ისეთი კანონმდებლობით, რომელიც შეიძლება ზოგადი იყოს. ანუ მათ პირველ რიგში ეს აღელვებთ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, რომ გავლენა მოახდინონ, ამას ყველა იყენებს, როგორც საზოგადოებრივი ძალა, საკუთარი არგუმენტებით გავლენა მოახდინოს იმ საჯარო დებატებზე კონკრეტულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მაგალითად აბორტთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე და ასე შემდეგ, ხო? რომ გამოიყენოს რელიგიური არგუმენტები, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი ცდილობენ ხოლმე უმეტეს შემთხვევაში, რომ ჩამოაყალიბონ ისინი რაღაც უფრო ფილოსოფიური ფორმითაც, ყველასთვის გასაგებია მისაწვდომი ფორმითაც. ეს იდეები ენათესავება თუ არა ადგილობრივ ჩვენს იმ ჯგუფების იდეებს, რომლებიც მოიხსენიებიან ხოლმე ჩემი აზრით საკმაოდ უსამართლოდ კონსერვატორებად.
მე ვერ ვიტყოდი, მე ვერ ვიტყოდი, რომ ის ენათესავება, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არიან ახლა რადიკალური ჯგუფებიც უფრო, ხო, უმეტეს შემთხვევაში მეინსტრიმულ რელიგიური ორგანიზაციების, მთავარი საზრუნავი არის ის, რომ მათი თავისუფლება არ შეიზღუდოს. მათ შეძლონ იცხოვრონ საკუთარი რწმენის შესაბამისად და ეს არ გულისხმობს, ეს არ არის ვიწრო, free exercise, თავისუფალი აღმსარებლობა. არ გულისხმობს მხოლოდ ლოცვას, რელიგიური რიტუალების ჩატარებას. ეს მოიცავს ყველა მოქმედებას, რასაც შენი რწმენა მოითხოვს. ამ შემთხვევაში ამერიკის უზენაეს სასამართლოც ამბობს, რომ შენ ხელი არ უნდა შეუშალო ადამიანს ამ წმენის შესაბამისად ცხოვრებაში, მათ შორის საზოგადოებრივ ასპარეზზეც, თუ კანონი, რომელიც ამას კრძალავს, არ ემსახურება რაღაც დაუძლებელად აუცილებელ სახელმწიფო ინტერესს და სხვა უფრო ნაკლებად შემზღუდავი ზომა, რომ ეს თავიდან აირიდო, აღარ გაქვს დარჩენილი. ხედავთ რა ხელა სტანდარტია, ხო? რა დონეზე არის დაცული ფუნდამენტური უფლება ამ ნაწილში, ხო? და სხვათა შორის აი ამ კონსერვატორებმა ხმა მისცეს პირველად რესპუბლიკელ კანდიდატს, რომელმაც LGBT დროშა აფრიალა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ახლა ობამას მიერ გამოცემული ანტიდისკრიმინაციული ორდერი დატოვა ძალაში, ხო? აი ეს აღფრთოვანება, რომელიც თითქოს ზურგის ქარი მიეცათ, ასე ვთქვათ, მათ, რომ მორჩა დასავლეთმა დაივიწყა ლიბერალები, ხო, რომელიც მათ წარმოუდგენიათ ავტომატურად დასავლეთიდან მართულად და ახლა ძალაუფლება, ახლა შეუძლიათ მათ რაღაც ძალა იგრძნონ ხელებში, სინამდვილეში არაფერს არ ეფუძნება მხოლოდ ტყუილს, ხო? დიახ, აქ მოდი ერთი რაღაც უნდა ვთქვათ, ხო? თან მეინსტრიმული, მათ შორის მეინსტრიმული დასავლური მედია, რომელიც ხშირად არის უფრო მეტად და გადახრილი ხოლმე უფრო ვთქვათ, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული რაციონალისტური ლიბერალიზმი, რაც არის, ხო? ლიბერალიზმი რაღაც როგორც ყოვლის მომცველი ფილოსოფიური დოქტრინა. ხშირად წარმოაჩენს ხოლმე ამ რელიგიურ ჯგუფებს როგორც რეტროგრადებს, როგორც ბნელს, როგორც თავისუფლების შემზღუდველს, ყველას ოღონდ ერთი ასე ვთქვათ იარლიყის ქვეშ ხარშავს და სურათი ხშირად უფრო კომპლექსურია ხოლმე, ხო? იმ ადამიანებს ის კი არ აღელვებთ ხშირად, ხო? რომ მაგალითად შეძლებს თუ არა მათი მეზობელი LGBT წყვილი დაქორწინებას ან ერთად ცხოვრებას. მაგრამ მათ მაგალითად აღელვებთ, აი ბოლო დავა რაც იყო იმასთან დაკავშირებით, თუ მათ აქვთ რაღაც საოჯახო კორპორაცია და ისინი ასაქმებენ პირობითად ვთქვათ ასეთ ადამიანებს ან და გადავიდეთ იმაზე რომ ადამიანს რომელსაც უნდა რომ ვთქვათ საკუთარი დაზღვევით აბორტი დააფინანსოს, ხო, მათ არ უნდათ რომ გადაიხადონ ეს მათი რელიგიური რწმენიდან გამომდინარე. ისინი ზოგადად შეიძლება მათ მიაჩნიათ რომ აბორტი ვთქვათ ბოროტება, მაგრამ ეს მათი პირადი შეხედულება, მათ არ უნდათ რომ მათ ამაში ფული გადაიხადონ, მათ გააკეთონ კანონის საფუძველზე. ეს ცნობილი ჰობილობის გაწყვეტილება, სადაც იყო საოჯახო კორპორაცია, რომელსაც უნდა ობამაქეარის საფუძველზე გადაეხადა ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, დაზღვევა საკუთარი თანამშრომლებისთვის, სადაც უნდა ყოფილიყო დაფარული ამ პაკეტში კონტრაცეფცია და აბორტი. ამ ადამიანებმა თქვეს, რომ ეს ჩვენი რწმენის საწინააღმდეგოა და გვაიძულებთ, რომ ამას გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ისინი საბოლოო ჯამში თანასწორობის მტრებად იყვნენ ხშირად წარმოჩენილები, მაგრამ ამ ადამიანებს ძალიან ვიწრო რამ აღელვებთ, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, გვაიძულებთ, რომ ეს გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენ რელიგიურ რწმენას ეწინააღმდეგება და თუ არ გაქვთ მაინც და მაინც კი ბატონო დაუძლეველი ინტერესი შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოსი რომ ან ეგეც საეჭვოა რამდენად არსებობს თქვა ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებით თქვა არსებობს, მაგრამ არსებობს თუ არა განსხვავებული შესაძლებლობები, ხო, განსხვავებული გზები იმისა, რომ იგივე მიზანი იყოს უზრუნველყოფილი, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ მაგალითად გარანტირებული თქვა კონტრაცეფციის ან აბორტის დაფარვა მათ სამედიცინო დაზღვევებში. ეს აუცილებლად იმ გზით უნდა გააკეთო, რომ ადამიანს აიძულო, რომ ხაზი გადაუსვას მის რელიგიურ რწმენას და იმოქმედოს ამ რელიგიური რწმენის საწინააღმდეგოდ
თუ შესაძლებელია შენ სახელმწიფოს ხელთ არსებობს სხვა საშუალებებიც იმისთვის რომ იგივე მიზანს მიაღწიო. აბსოლუტურად. ამ კონტექსტში ხო, როდესაც გარკვეული წრეები ხო ჩვენს საზოგადოებაში რომლებიც ჩემი აზრით მტრობენ მრავალ თავისუფლებას, ხშირად ამბობენ ხოლმე რომ აი ჩვენ გვინდა განსხვავებული ამერიკა, ჩვენ არ გვჭირდება ობამას ამერიკა და თითქოს არსებობს რაღაც მეორე ამერიკა, რომელიც მოითხოვს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას, რელიგიის დაფუძნებას, ერთი დომინანტი რელიგიური ჯგუფის გავლენის ქვეშ ყველას მოქცევას და ასე შემდეგ, ხო? რატომღაც აი ამ ასე ვთქვათ ნარატივს ავრცელებენ ხოლმე ამერიკული ასე ვთქვათ სამართლებრივი მოდელის შესახებ, რომ ვიღაც მოკავშირეები იქ ჰყავთ, ხო? რაც სრული სისულელეა, იმიტომ რომ როგორც უკვე ავხსენით, იქ რელიგიური ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფის თავისუფლება, არა მხოლოდ ტრამპს იმიტომ დაუჭირეს მხარი, რომ მათ განგაში ზარები შემოკრეს, ანუ ობამას აი ამ ძალიან შორს მიმავალი და ძალიან პერსონალურ სივრცეებში მზღუდავი გადაწყვეტილებების გამო. ხო, ანუ მათ იმიტომ კი არ დაუჭირეს მხარი ტრამპს, რომ მათ იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპი მეორე დღეს ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებს. პირიქით იმ დაპირებით, რომ მე როგორც ფედერალური ხელისუფლება ამას აღარ გავაკეთებ. არ ჩავერევი ამაში, ხო? ანუ არ ავიღებ რაღაც პროგრესისტულ იდეალებს, არ გამოვაცხადებ მათ უცილობელ ჭეშმარიტებად და არ მივიღებ, არ გამოვიყენებ ამისთვის ფედერალურ საკანონმდებლო ძალაუფლებას იმისთვის, რომ თქვენ ეს ყველაფერი თავზე მოგახვიოთ. მე შეიძლება მქონდეს მნიშვნელოვანი მიზნები, მაგალითად იმისთვის, რომ ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს თანასწორი უფლებები, მათ შორის LGBT community-ს ანუ თემს რაც შეეხება იყოს უზრუნველყოფილი. ფაქტია დატოვა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისიც მნიშვნელოვანი სოციალური ჯგუფია, ხო? ანუ იმ თემაში ტრამპი იქამდე იყო, ასე ვთქვათ, ქორწინების თანასწორობის მომხრე, სანამ ობამას ან ჰილარი კლინტონს იმ თემაში რაც ჩვენ აღწერეთ. ბუნებრივია, მოდი აუცილებლად უნდა დავაზუსტო ჩემი პოზიცია, რომ ამერიკის აი ახალი პრეზიდენტი მიმეჩნია სრულად ოდიოზურ ფიგურად და მათ შორის ძალიან ცუდ კანდიდატად, უარეს კანდიდატად საქართველოსთვის, ნუ ყველაფერი შეიძლება. ხო, ჩვენ აქ საუბრობდით მოტივაციებზე, რამაც განაპირობა ვთქვათ კონსერვატიულად განწყობილი რელიგიური ელექტორატის მხარდაჭერა ამ კონკრეტული კანდიდატისადმი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა სექსისტური, ისლამოფობიური გამოხტომები, მაგრამ საბოლოო ჯამში საქმეში ასე ამერიკულ რელიგიის თავისუფლების წესრიგს დამხობა არ ემუქრება. უნდა ვთქვათ, ძალიან საინტერესო მომენტია, როგორია ის რელიგიურობა, რომელიც ამერიკაში არის, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფესია 24% არის კათოლიკური ამერიკის და სულ ახლა ხანს უბრალოდ გაგანიას არჩევნო კამპანიის პერიოდში პაპმა ფრანცისკემ, რომელიც თითქოს აი ასე ვთქვათ, რომელიც სიტყვაც თითქოს აბსოლუტური ასე ვთქვათ უპირობო უნდა იყოს კათოლიკეებისთვის, რომ დონალდ ტრამპს პირდაპირ უწოდა მან, რომ ადამიანი, რომელიც აშენებს კედლების აშენებაზე ფიქრობს და არა დანგრევაზე, სინამდვილეში ქრისტიანი არ არის, ხო? რასაც ტრამპის საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მათმა სულიერმა ლიდერმა ასე პრაქტიკულად გამონათლა მათი ასე ვთქვათ კანდიდატი თეთრი კათოლიკეების 56%-მა მაინც ტრამპს დაუჭირა მხარი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასულიერო ლიდერის გავლენა ამერიკულ საზოგადოებაზე არ არის ისეთი, როგორც ვთქვათ საქართველოს შეიძლება ყოფილიყო, არა? როდესაც მღვდლის სიტყვას ძალიან ბევრი ადამიანისთვის აქვს. სწორედ მაგ კონტექსტიდან გამომდინარე, სწორედ აი ამ ინსტიტუციური გაყოფიდან გამომდინარე, რომ ეს კედელი ცხადად ჩანს, რომ პირდაპირ გავლენა მათ შორის არ არსებობს და პოლიტიკური ლიდერი ფასდება იმით ამ ადამიანების პერსპექტივიდან, რამდენად დაიცავს ის ამ გამყოფ ზღვარს, რამდენად არ გადალახავს განსაკუთრებით სელექტიურად, დისკრიმინაციულად, შერჩევით სხვადასხვა დენომინაციებისთვის, ხო? ანუ მიიღებს ყველა ჯგუფს, როგორც აი ამ პლურალიზმის შემადგენელ ნაწილს, ხო? ანუ რომელიც მათ შორის ეწეღან იმას ვამბობდი, რომ ამ ნაწილში, ხო, ეს LGBT თემიც არის მნიშვნელოვანი თემი, ხო, რომელსაც აქვს საკუთარი კომუნალური ღირებულებები, აქვს საკუთარი შეხედულებები. შეიძლება იყოს ეს სეკულარული, შეიძლება იყოს ეს რელიგიური ზოგიერთ შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ანუ მათაც აქვს თავისი თავისუფლების სივრცე,
რომელსაც კონსტიტუცია იცავს. ისევე როგორც იმ პირველი რესპუბლიკელი კანდიდატი, რომელმაც ახსენა რომ ეს უფლებები დასაცავია, რომ პირველი, ასე ვთქვათ, gay friendly რესპუბლიკელი პრეზიდენტი, რომელიც ქორწინების თანასწორობაზე იყო ხო რაღაც მოლოდინები, რომ მოდი მივიღოთ ახალი შესწორება კონსტიტუციაში, სადაც აი ამ საკონსტიტუციო უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას შეაბრუნებს და ისევ გავაუქმებთ, ხო? ტრამპმა თქვა, არა, ეს საკითხი ამოწურულია, მოდი გავაგრძელოთ მშვიდად და წყნარ ცხოვრება, ხო? ეს არ ნიშნავს არაფერს. ბუნებრივია როგორც LGBT თემისთვის, ისე ჩემი აზრით რელიგიის თავისუფლებისთვის ტრამპი არ ყოფილა საუკეთესო კანდიდატი მის დასაცავად, მაგრამ მან უკეთ დაარწმუნა. ხო, ანუ აქ არის სწორედ დარწმუნებაში და აი სწორედ იმაში, რომ მათ თავისუფლებებს არ შეეხება მეორე ჯგუფის სასარგებლოდ ან სხვა ჯგუფის სასარგებლოდ და ისეთი ტიპის ღირებულებებს და ისეთი ტიპის მოქმედებას, რომელიც მნიშვნელოვნად უკავშირდება მათ რელიგიურ რწმენას, თავს არ მოახვევს, ანუ რაღაც ტიპის დისტანცია მათ შორის რომ არ გამოჩნდება აი ეს გადაჯაჭვა რომელიმე საზოგადოებრივ ჯგუფთან და მათ შეხედულებთან, ღირებულებებთან ასე შემდეგ. ხო, ანუ აქ რა თქმა უნდა, საერთოდ არ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ კანონის წინაშე თანასწორი უფლებების გარანტირებაზე და ასე შემდეგ. ხო, ანუ აქ გვაქვს აი სწორედ ასეთი, ასე ვთქვათ, შემთხვევები, ხო, ანუ მომიჯნავე შემთხვევები, როდესაც მაგალითად როდესაც სხვა გზით არის შესაძლებელი ამ ადამიანების უფლების დაცვა, არ არის აუცილებელი, ხო, ან თუნდაც იქ რაც კეთილწინდის წინააღმდეგობას ეხება საქმე, მაგალითად, როდესაც უარს ამბობენ ადამიანები დაქორწინების ცერემონია შეასრულონ საკუთარი რელიგიური შეხედულებების გამო. ამას ვერ მოსთხოვს, ხო? ასე დროს ეს არის კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა, იგივე მიზანი, ანუ ეს ადამიანი შეიძლება დააქორწინოს, შეიძლება გამოინახოს ამხელა ქვეყანაში ადამიანი ძალიან ბევრი და ძალიან ადვილად, რომელიც იგივე რიტუალს შეასრულებს, ხო? და იმისათვის, ანუ აქ მნიშვნელოვანი არის, რომ შენი თავისუფლების განსახორციელებლად არ არის აუცილებელი, რომ სხვა ადამიანის თავისუფლება შელახო და მით უმეტეს არ არის აუცილებელი, რომ რაღაც უფლება შეიძლება არ ეთანხმებოდეს ამ უფლების განხორციელებას მეორე ადამიანი არ არის აუცილებელი, რომ ის დაარწმუნო ასევე იმაში, რისიც შენ გწამს. შეგიძლია რა თქმა უნდა შეუნა კონდეს თავისუფლება რომ არწმუნო მუდმივად ეს ადამიანი შენი მორალური ჭეშმარიტების ასე ვთქვათ სისწორეში მაგრამ არ აქვს მეორე ადამიანს უფლება რომ გაიძულოს ხო და მით უმეტეს სახელმწიფოს იძულება გამოიყენოს იმაში რომ შენ დაგარწმუნოს ამაში იმიტომ რომ შენი პერსონალური ასე ვთქვათ ის რომ ვიღაც კონკრეტული კლერკი სასამართლოს კლერკი რომელიც ამ ქორწინების ცერემონიას ასრულებს ხო ანუ მას თუ ასე სწამს ეს არ უნდა იყოს მისი რწმენის საკითხი ეს ორივე მხრიდან არის ხალხმა ხო როგორც ჩაკრული ჯგუფები ეკლესიაც იყო დღეს ჩაკრული ხო როდესაც ჩაკრული ჯგუფები მოიპოვებენ ხოლმე ძალაუფლებას, აქ ძალაუფლების ბალანსის საკითხი და გადაცდომების საკითხი ყოველთვის ხდება, ხო? და არ შეიძლება სრულიად რაიმე სისწორეზე ან სიმცდარეზე ვისაუბროთ. აი, შეხედეთ, რას უშვებიან ამერიკაში ამ ადამიანს, ხო? რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, ორივე მხრიდან შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ამხელა სისტემა ვერ გამონახავს საკუთარ ძალას, საკუთარ თავში, საკუთარ იდეებში ძალას, იმისას, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ ჰარმონიაში მოვიდეს. ერთი წუთით დავასრულებდი ამას აი ეს დინამიკა რაც დასაწყისში ვახსენეთ ხო ანუ თავისთავად ის რომ შენ ხარ რაღაც პერიოდში დევნის მსხვერპლი შენი რწმენის და შენი შეხედულებების გამო არ გამორიცხავს შენს ადამიანურ მიდრეკილებას იმისაკენ რომ შენ ესწრაფო რომ სახელისუფლებო იძულება მიიღო იმისათვის რომ სხვებს თავზე მოახვიო ეს სწორედ ამ გამოცდილებაზე ვსაუბრობდი და აი ამ ეს მიდრეკილება როდესაც დაინახეს იმ პერიოდში ამიტომ შექმნეს ეს გამყოფი კედელი რომ ეს მიდრეკილებები აღეკვეთათ იმიტომ რომ ეს მიდრეკილება დაინახეს მათ უპირველეს მტრად საზოგადოებრივი ძალაუფლებისა და იმ ანუ საზოგადოებრივი თავისუფლებისა და ადამიანის თავისუფლებისა და იმ პლურალიზმისა და მრავალფეროვნებისა რომლის გარეშეც ეს თავისუფლება ვერ იქნება ფიზიკურად ყველა კედელი ყოველთვის ცუდი არ არის ხო და ზოგჯერ მათი დანგრევა შესაძლოა ბოროტიც იყოს მაგალითად ის კედელი რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ხო ლინკოლნის მემორიალი გვაქვს აქ გამოსახული და უნდა ვთქვა რომ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რამე იყო როცა ის ვნახე შენც ყოფილ ხარ როგორც ვიცი აი ამ ლინკოლნის მემორიალთან რომელიც ვაშინგტონშია
და პირველი შესვლისას მქონდა შეგრძნება, რომ ეს მე ვიმყოფები ტაძარში, ეს არის სიწმინდე, შესაძლოა ეს ჩემი დამოკიდებულების გამო იყო, ხო, რომელიც ლინკოლნის მიმართ მქონდა, ხო, როგორც აი ასეთი ისტორიული პრეზიდენტის მიმართ, დიდი პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ არ არის ეს სამოქალაქო რელიგიის ტაძარი, ხო? ერთ-ერთი ტაძარი, ხო? სამოქალაქო რელიგია, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი, თითქმის სიწმინდესთან მიახლოებული ნაციონალური იდეის, ნაციონალური სიმბოლოს გამომხატველი, ხო, რომელიც ქრისტიანობის გვერდით აშენებს რაღაც აი ახალ სიმბოლოს, რაღაც ახალ ძალიან მნიშვნელოვანთან დაკავშირებულ სატაძრო სივრცეს, რომელიც საბოლოო ჯამში ხდება ახალი სამოქალაქო რელიგია, ხომ არ არის აი ეს თავისუფლება შეზრდილი სწორედ აი ამგვარ რწმენაში, სამოქალაქო რელიგიის რწმენაში. ხომ არ არის ეს ახალი რელიგია, ბუნებრივია თავისი ქრისტიანული შემადგენელით, მაგრამ თვისობრივად ახალი რელიგია, სოციოლოგიურად ახალი რელიგია, ხო? დროშის, სამოქალაქო სიმბოლოების, აი ამგვარი სიმბოლოების ნაკრებით, ხო, რიტუალური ქცევებით. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ეს არის სამოქალაქო რელიგიის ნაწილი, ერთადერთი ალბათ რაც დიდად არ წყალობდნენ ამერიკელი დამფუძნებელი მამები ჟან-ჟაკ რუსოს, მაგრამ ერთადერთი რაც ალბათ აიღეს მისგან ეს იყო, როდესაც რუსო საუბრობს სწორედ სამოქალაქო რელიგიის საჭიროებაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში, ოღონდ არა იმ მიმართულებით განავითარეს ეს როგორც რუსო მოითხოვდა, არამედ იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებითაც განსაკუთრებით ლინკოლნის შემთხვევაში ეს ჩვენ გვაქვს არის კი გარკვეულწილად სამოქალაქო რელიგიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მათ შორის მოიცავს თავისუფლების აი ამგვარ გააზრებასაც, ხო? ანუ თავისუფლებისა, რომელიც ეფუძნება სწორედ ამ საზოგადოების მრავალფეროვნებას, საზოგადოების პლურალიზმს, სწორედ ამაში ხედავს საკუთარ საყრდენს, საკუთარი ასე ვთქვათ, საკუთარ ღირებულებით საყრდენსაც და ზოგადად საკუთარ მორალურ საყრდენსაც და მორალურ ძალასაც, ხო? ანუ ამ ნაწილში არის ეს ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ეხება, ვთქვათ, იგივე ერთი ცნობილი გადაწყვეტილება არის 40-იანი წლების შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს პრაქტიკიდან. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი გადაწყვეტილება, რომელიც აი სწორედ ამ სამოქალაქო რელიგიის ხაზებს მიყვება და მათ შორის აი კონსტიტუციური პატრიოტიზმის ცნებასაც გარკვეულწილად ძალიან ეხმიანება. მოსამართლე ჯექსონის გადაწყვეტილება არის, მოსამართლე ჯექსონის აზრით ძალზედ ცნობილი ამერიკელი რელიგიაც გაქვს. ძალზედ იურიდიული რელიგია. ხო, სამართლებრივი. ამ შემთხვევაში ხა სამართლებრივი შინაარსი აქვს, სამართლებრივი ფორმა აქვს და შინაარსიც მათ შორის იმას, რაც ჩვენ შეერთებულ შტატებში გვაქვს. აი ჯექსონის გადაწყვეტილებაში და საქმე რას ეხება? საქმე ეხება კეთილსინდისიერ წინააღმდეგობას სკოლაში, აი იმ ტრადიციასთან დაკავშირებით, რაც დროშისათვის, ასე ვთქვათ, მისალმებას და აი ეს რასაც ქვია ეგრეთ წოდებული ერთგულების აღქმა, Pledge of Allegiance, რასაც იმეორებენ ხოლმე დროშასთან მიმართებით, დროშასთან დაკავშირებით, ხო, დროშის აღწევი. ეს აი ცნობილი სამოქალაქო რიტუალია, ეგ არის ერთ-ერთი შემადგენელი აი ამ სამოქალაქო რელიგიისა და იქ გვაქვს რელიგიური წინააღმდეგობა სხვათა შორის სკოლის მოსწავლისა, რომ ეს რიტუალი განახორციელოს. და სწორედ ამ ნაწილში მის რელიგიურ თავისუფლებას სასამართლო იცავს. და რელიგიის თავისუფლება, ანუ შეგიძლია, ანუ ესო ჩვენს ინსტიტუტებსო ვერაფერს ვერ აკლებს, ძალიან საინტერესო დასაბუთებაა. პირიქით, ეს არის ჩვენი ინსტიტუტების სიძლიერე. რომ ამის შესაძლებლობას ვიძლევით, რომ ადამიანებს აი სამოქალაქო რელიგიის მათ შორის მიმართ აქვს საწინააღმდეგო აზრის და კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გაწევის. მოკლედ კეთილსინდისიერების ფარგლებში, ხო, ეს ადამიანი კეთილსინდისიერად რჩება, ის არ გამოდის და იარაღით არ იბრძვის პირიქით, მას უნდა იმ საზოგადოების წევრობა, იმ საზოგადოების წევრია, ხო, ანუ ძალიან მშვიდობიანი წევრია. მას უბრალოდ აქვს ფილოსოფიური და რელიგიური უთანხმოება
იმ ფიცთან დაკავშირებით, რა დროშასთან დაკავშირებით თქვა, იმიტომ რომ მას მიაჩნია რომ მხოლოდ ღმერთს შეიძლება შეჰფიცოს ისეთივე ტიპის ერთგულება. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისთვის ის სახელმწიფო და ის კონსტიტუციური წესრიგი, რომელშიც ის ცხოვრობს, არ არის მნიშვნელოვანი და არ არის ღირებული. და მისი თავისუფლება ან კონსტიტუცია მას სწორედ ამ თავისუფლებას აძლევს. ჩვენ დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და კიდევ ერთ რამ მახსენდება, როდესაც სამოქალაქო აქტივიზმის ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის შესახებ მესმოდა, ყოველთვის ბავშვობაში ფიქრობდი ხოლმე, რომ ეს ყველაფერი იყო წინააღმდეგობაში რელიგიასთან და ერთ-ერთი შოკის მომგვრელი აღმოჩენა, რომელიც ბავშვობაში გავაკეთა, იყო ის, რომ მარტინ ლუთერ კინგი ცნობილი აფროამერიკელი, ასე ვთქვათ, სამოქალაქო თავისუფლებისთვის მებრძოლი, ამერიკის ალბათ ახალი ამერიკის დამფუძნებელი მამაც კი იყო პასტორი, რელიგიური ლიდერი და საქართველოში რა ეცხოვა, ალბათ მას მამა მარტინსაც დავუძახებდით, ხო? საბოლოო ჯამში აი სეგრეგაციული მოძრაობის დამარცხება ნაწილობრივ და დიდწილად არა მოხერხდა, იმიტომაც რომ ეს ადამიანები იყვნენ ეგრეთ წოდებული შავი პროტესტანტული ეკლესიების ნაწილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს იცნობდნენ, სადაც ადამიანებს ჩაგვრა და რწმენა აერთიანებდათ, რამაც შემდეგ შეცვალა, ხო? და მოაყირავა მთელი ეს სეგრეგაციული, გაყოფილი საზოგადოების წესრიგი, ხო? და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია არ თაგვავიწყდეს, რომ სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა ეს არ არის რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა ხშირად სწორედ რელიგიური ინსტიტუტიდან მომდინარეობდა, სწორედ ის წარმოადგენდა მის დუღაბს, სწორედ ის წარმოადგენდა ამ ადამიანების შემაერთებელს. მე უნდა დავასრულო გადაცემა, თუ დაგრჩა რაიმე სათქმელი, შეგიძლია თქვა და არ შეგვიძლია დავასრულოთ საკმაოდ ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მე იმეს დავიტოვებ, რომ კვლავ-იქნებით გემსტუმარი. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ 4 შაბათს. დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ, მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.